სამყარო ყოველივე არსებულის ერთობლიობა. უკანასკნელი სამეცნიერო მონაცემების მიხედვით სამყაროს ასაკი თითქმის 14 მილიარდ წელს შეადგენს. იმის გარდა რომ მეცნიერები ჩვენს ხილულ სამყაროს აკვირდებიან და გამოუგნებელ აღმოჩენებს აკეთებენ, პარალელურად უამრავი თეორია იქნება. ასეთებია სხვა სამყაროს არსებობის შესაძლებლობის დაშვება, ასევე სამყაროების სამყაროებში, უსასრულო სამყაროს თეორია, კოსმოსური ნატურალური შერჩევა, გონების მულტისამყარო და კვანტური მულტისამყარო. სამყაროები სამყაროებში. არსებობს თუ არა სხვა სამყარო? პარალელური სამყაროების იდეა შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ფიზიკამ ბევრი მიზეზი იპოვა მათი არსებობის დასადასტურებლად. ერთ დროს აბსოლუტურად მიჩნეული ეს იდეა დღეს მისაღები ხდება მეცნიერების იმ ნაწილისთვის, რომელსაც მოწონთ ერთი შეხედვით უცნაური იდეების განსაკუთრებულად წარმოჩენა. სინამდვილეში ძალიან ბევრი პოტენციური სამყაროა. ფიზიკოსებმა შემოგთავაზეს მულტისამყაროს ფორმა, რომელთა არსებობაც შესაძლებელი ხდება ფიზიკის კანონების სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინებით. მაგრამ მხოლოდ განმარტებებით ვერასდროს შევძლებთ ვეწვიოთ მათ. შესაბამისად ვერ დავადასტურებთ, რომ ისინი არსებობენ. ასე რომ კითხვა შემდეგშია: შეგვიძლია თუ არა ვიპოვოთ სხვა გზები, ყველა იმ სამყაროს არსებობის დასადასტურებლად, რომლებსაც ვერ ხედავთ და ვერ ვეხებით, მაგრამ შეიძლება არსებობდეს. ვარაუდობენ, რომ ზოგიერთ ალტერნატიულ სამყაროში გვყავს ჩვენი მსგავსნი, რომლებიც ცხოვრობენ ისეთივე ცხოვრებით, რომელიც ჩვენი ცხოვრების თითქმის ალტერნატიულია. პარალელური სამყაროების თეორია ფანტაზიებს აღვიძებს და ამიტომაც სარგებლობს დიდი პოპულარობით. მას აქტიურად ვიყენებთ ფილმებში, დაწყებული ფილიპ დიკის კაცის ციხესიმაგრეში და დასრულებული ისეთი ფილმით, როგორიცაა ფრთხილად, კარები იკეტება. არაფერია ამ იდეაში ახალი. მე-16 საუკუნეში კოპერნიკმა ხანგრძლივი კვლევა-ძიების შედეგად დაამტკიცა, რომ სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზეა და არა დედამიწა. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კი გალილეომ ტელესკოპით დაინახა კოსმოსში მიმობნეული ვარსკვლავები, მთვარის მთიანი ზედაპირი, იუპიტერისა და მარსის თანამგზავრები, სატურნის რკალები, ვენერას ფაზები. ამიტომ მე-16 საუკუნის ბოლოს იტალიელმა ფილოსოფოსმა ჯორდანო ბრუნომ ივარაუდა, რომ სამყარო უსასრულოა და სავსეა განუსაზღვრელი რაოდენობის სხვა სამყაროებით. ხოლო ის იდეა, რომ სამყაროში ბევრი მზის სისტემაა, პოპულარული მე-18 საუკუნეში გახდა. მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის კი ირლანდიელი ფიზიკოსი ედმუნდ ფურნიე დე ალბე იმასაც კი ვარაუდობდა, რომ არსებობს დიდი და პატარა თანმიმდევრული სამყაროების უსასრულო რეგრესია სხვადასხვა მასშტაბებში. ამ ხედვით ერთი ატომი შეიძლება იყოს როგორც ნამდვილი დაუსახლებელი მზის სისტემა. დღესდღეობით მეცნიერები უარყოფენ რუსული თოჯინის ტიპის მულტისამყაროს ცნებას, მაგრამ მათ წარმოადგენს რამდენიმე სხვა გზა, სადაც შესაძლოა მულტისამყაროები არსებობდნენ. ეს ეგრეთ წოდებული რუსული თოჯინა კი ეგრეთ წოდებული მატრიოშკა